თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ ვსაუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა. დღეს ოთხშაბათია, პირდაპირ ეთერში ბრუნდება გადაცემა კანონი, მე მისი წამყვანი თამარ აბრამიშვილი ვარ. რა შეიცვალა სატრანსპორტო საშუალებებზე ევროსტანდარტების მიხედვით სანომერ ნიშნების ამოქმედების შემდეგ? სავალდებულოა თუ არა ძველი შესვლა? რამდენი ფასიანი ნომერი გაიყიდა ახალი სტანდარტის ამოქმედების შემდეგ? გადაცემის სტუმარი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების ცენტრის უფროსი იმედა მაკასარიშვილია. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99 ან მოგწეროთ Facebook-ზე თქვენი მოსაზრება სანომრე ნიშნებთან დაკავშირებით და ასევე შეკითხვა, რომელიც გექნებათ ჩვენი გადაცემის სტუმართან. რა ვიცით კანონის შესახებ? როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები და თავისუფლება? ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა ბატონო იმედა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მადლობა მოწვევისთვის. ბატონო იმედა, მოდით დავიწყოთ თავდაპირველად საუბარი. Facebook არის ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მოსახლეობისთვის და Facebook-ზე ვრცელდება ძალიან ბევრი ფოტო სანომრე ნიშნებთან დაკავშირებით და შეიძლება ითქვას ერთგვარი ისტერიაც არის ამ ნომრებთან დაკავშირებით. რა ხდება დღეს მომსახურების სააგენტოში? რამდენად აქტიურობენ მოქალაქეები თუნდაც უფასო, თუნდაც ფასიანი ნომრის აღებასთან დაკავშირებით? რამდენად დაუწყვეთ ფეხი ევროსტანდარტებს? მოკლედ 1 სექტემბრიდან მომსახურების სააგენტომ დაიწყო ახალი სანომრე ნიშნების გაცემა. მოგეხსენებათ და 1 სექტემბრიდან მოყოლებული ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია მოსახლეობაში ახალმა სანომრე ნიშნებმა. ძალიან ბევრს ჰქონდა წინასწარ დაჯავშნილი მისი სასურველი სახელმწიფო სანომრე ნიშანი, როგორც ფასიანი სანომრე ნიშნებზე იყო ძირითადად აქცენტი გაკეთებული და შესაბამისად ძალიან დიდი ნაკადი მოაწყდა 1 სექტემბრიდან დაწყებული მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრებსა და განყოფილებებს და სურვილი დიდი იყო მოსახლეობაში ახალი სანომრე ნიშნების აღების ან თუნდაც ძველი სანომრე ნიშნების გადაცვლისა ახალ სანომრე ნიშნებზე. ამჟამად უკვე შეგვიძლია თქვა, რომ მოსახურების სააგენტო ჩადგა ნორმალურ რეჟიმში, ჩვეულებრივად მუშაობთ. რიგები უკვე აღარ არის მოსახლეობის ნაკადი იკლო, მაგრამ ინტერესი ისევ დიდია, საკმაოდ ბევრი იღებს ახალფასიან ნომრებს და უკეთოს ახალფასიან ნომრებს, სulis თავისეულ სანომრე ნიშნებს და აქტიურად მიმდინარეობს ეს პროცესი. ბატონო იმედა, თქვენი მხრიდან ამ შემთხვევაში ახსნილი იყო კარგად, რომ ეს არ იყო სავალდებულო, თუმცა რიგები თქვენ ახსენეთ, რომ მაინც იყო. ასევე შეიძლება თქვენ არ გეხებათ პირდაპირ ეს შეკითხვა, მაგრამ ბოლო პერიოდში საუბარია ეკონომიკურ კრიზისზე, დაბალ შემოსავალზე და ასე შემდეგ. თქვენ როგორც მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი ამ შემთხვევაში იმ განვითარებული მოვლენებით, რაც ხდებოდა სააგენტოებში, შეგიძლიათ თქვა, რომ ადამიანებს და მოქალაქეებს აქვთ ფინანსური პრობლემები იმ ფასიანი გაცემული ნომრების რაოდენობის მიხედვით, რაც გაიცა? კი ბატონო, მოგახსენეთ, მოკლედ 1 რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ის ფასიანი ნომრები, რაც გაიცემა, უმეტესი ნაწილი ხდება გადაცვლა ძველი ფასიანი ნომრებისა. მინაიდან დაჯავშნის რეჟიმი 2014 წლის 14 თებერვლიდან 14 აგვისტოდან მოქმედებდა მომსახურების სააგენტოს საიტზე და ასევე მომსახურების სააგენტოს განყოფილებებში. ყველანი ცდილობდნენ, რაც შეიძლება მაქსიმალურად ადრე დაეჯავშნათ მათთვის სასურველი ნომერი, ან ის შესაბამისი კომბინაციები, რაც ადრე ქონდათ აღებული თქვა სანომრე ნიშნებზე. და ხდებოდა უმეტეს შემთხვევაში ხდებოდა გადაცვა და ხდება გადაცვა უკვე არსებული გაცემული ფასიანი სანომრე ნიშნების და ახალ სანომრე ნიშნებზე. ამ შემთხვევაში თანხის გადახდა უწევს მხოლოდ 70 ლარის გადახდა, ანუ 35 ლარი ნომრის დაბეჭდის საფასური და 35 ლარი სარეგისტრაციო მოწვევის საფასური. ასე რომ ის თანხა, დაზღვის ნომერი, იმ თანხის გადახდა სულად არ უწევდა, ვინაიდან ადრე გადახდილი თანხა ჩაეთვალა გადახდილად და მოხდა იმ თანხის გათვალისწინება ახალი ნომრის საფასურში. მოხდა თუ არა ხელახლა შეძენა 10,000-იან ნომრებზეა საუბარი, 10,000 ლარი რომელიც ღირს და ასე შემდეგ. რამდენად დიდია მონაცემები სტატისტიკური, რაც გაიცემა? 10,000 ლარიანი ნომრები ჩვეულებრივად გაიცემა, როგორც აქამდე იყო ნომრებს, ვისაც აქამდე ქონდა აღებული იურიდიული ძალა შეუნარჩუნდა და ისევ მოქმედია, შეუძლიათ გამოიყენონ, პრობლემა არ ექნებათ.
მათ ვადა არ განსაზღვრიათ და ჩვეულებრივად იურიდიულ ძალას ინარჩუნებენ ის ნომრები 10,000 ლარიან ნომრებზე მაქვს საუბარი და სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე ორი ახალი 10,000 ლარიანი ნომერი გაიცა ასე რომ ჩვეულებრივად ამ რეჟიმში ჩვეულებრივად ავიწყებთ მუშაობას. ბატონო იმედა ერთია რომ მოვიდნენ და სულიან ადამიანები, მაგრამ მეორეა რომ არ არის სავალდებულო და ასევე რომ რამდენად ჩემთვის არის ცნობილი შეიძლება მცდარი ეს ინფორმაცია. მანქანის გაყიდვის შემთხვევაში მათ მოუწევთ რომ ახალი ნომერი იყიდოს ახალმა მფლობელმა, ხო? თუ სწორად მახსოვს, თუ სწორად ვიცი ეს. კი ბატონო, სავალდებულო არ არის ნამდვილად 2020 წლამდე არის განსაზღვრული კანონმდებლობით ძველი სანობრივი ნიშნის შეცვლა ახალი სანობრივი ნიშანზე, ასე რომ არ არის აუცილებელი მაინც და მაინც დღეს, მაინც და მაინც სექტემბრის თვეში დასრულებული იყოს ყველაფერი, ან თუნდაც ამ წელს დასრულდეს ეს ყველაფერი. გარდა ამისა, დაუშვა კანონმდებლობა ესეთი გამონაკლისი, რომ მათ ვისაც ჰქონდათ თავიანთი ფასიანი ნომერი, ძველი ნიმუშის ფასიანი ნომერი 2020 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ ისევ ისარგებლონ ნომრებით, ანუ თუ გაყიდიან თავის მანქანას და ამ მანქანაზე აქვს ძველი ფასიანი ნომერი, სააგენტო ამ ნომერს ინახავს 6 თვის ვადით და ამ 6 თვის განმავლობაში თუ პიროვნება ისევ შეიძენს მანქანას, მიაკითხავს სააგენტო შესაბამის სამსახურს და აიღებს ისევ ძველ ფასიან ნომერს და ისევ გამოიყენებს ამაში საფასურს არ ხდის, არაფერი დამატებით საფასურის გადახდა არ მოწევს, გადაექვის მხოლოდ სარეგისტრაციო მოწვევის საფასურს 35 ლარს. სხვა მხრივ თუ უფასო ნომრებზე გვაქვს საუბარი, პიროვნებას რომელსაც გააჩნია 35 ლარიანი ნომერი თავის მანქანაზე და სურს რომ ეს ნომერი ისევ გამოიყენოს თავის მანქანაზე, იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ასხვისებს მანქანას და ხდება სხვაზე გადაფორმება, სხვა ამ ნომერს ვერ გადაიტანს, მან უნდა აიღოს ახალი ნომერი, ეს ადრეც მოქმედი კანონმდებლობითაც ესე იყო და ძველი ახალი კანონმდებლობითაც ესეა. უნდა აიღოს თავიდან შეიძინოს სანომრო ნიშანი და ამისთვის გადაიხადოს შესაბამისი საფასური, ხოლო იმ პიროვნებას, ვისაც ძველი ნომრის ინტერესი აქვს, შეუძლია მოითხოვოს განცხადებით დღის ბოლომდე, სამუშაო დღის ბოლომდე იმ ნომრის შენახვა და თუ მოიყვანს და წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას სამუშაო დღის ბოლომდე, ისევ გაიტანს ძველ უფასო ნომერს. ამის პრობლემაც არის. რაც შეეხება წინასწარ რეგისტრაციას, ამ თემაზეც იყო საკმაოდ ხმაური და საკმაოდ ბევრი წინასწარი დაჯავშნა მოხდა ნომრების. აი ამ თემასთან დაკავშირებით ცვლილება არის რამდენადაც ვიცი და რას ეხება თავდაპირველად სხვანაირად ხდებოდა დაჯავშნა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი და დღეს როგორ ხდება დაჯავშნის მექანიზმი და დაჯავშნა იგივე დარჩა, შეცვლილი არაფერი არ არის. ანუ 14 აგვისტოდან ამოქმედა მომსახურების სააგენტოს საიტზე ჩაერთო ახალი სანობრივი ნიშნების დაჯავშნის სერვისი და ნებისმიერ სურვილს ჰქონდა შესაძლებლობა შესულიყო დარეგისტრირებული იყო სააგენტოს საიტზე და აერჩია მისთვის სასურველი ნომერი და შესაბამისად სახლიდან გაუსვლელად დაჯავშნიდა სასურველ ნომერს. ჯავშნის ფუნქცია, ჯავშნის მექანიზმი და ცვლილებები ამ მხრივ არ განხორციელებულა, ეს მოქმედმა კანონმდებლობამ იგივე დატოვა, რაც ადრე იყო და შესაბამისად ყველა საფასურიც იგივეა, არაფერი არ შეცვლა ამ მხრივ, ჩვეულებრივად რაც ადრე არსებობდა, იგივე გამოვიტანეთ ახალ კანონმდებლობაში. და როგორ ვახორციელებთ დაჯავშნას, რა აუხსნათ ჩვენს მსმენელს ტექნიკურად როგორ ხდება ეს ყველაფერი? ანუ ჯავშნის განხორციელებისთვის საჭიროა საფასური რამდენია ეს? კი, საჭიროა დარეგისტრირდეთ მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე, ან მიაკითხოთ მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ განყოფილებას. ვებგვერდზე დარეგისტრირების შემთხვევაში, იქ არის სპეციალური გვერდის გრაფა, სადაც ირჩევთ ფასიან სანომრო ნიშნებს და თუ თქვენთვის სასურველი ფასიანი სანომრო ნიშანი თავისუფალია, აზრობთ პროგრამას დავალებას, რომ დაგიჯავშნოს ეს ნომერი და თანხასიათით თქვენი მოქმედი ბარათიდან, მიზა ბარათი, ნებისმიერ ბარათიდან, საბანკო ბარათიდან შეგიძლიათ ჩამოიჭრათ. და საფასური არის რამე დაჯავშნის? საფასური არის დღეზე ლარ ნახევარი. და რამდენად აი დაჯავშნის სტატისტიკა როგორია დღეს? აი ამ მოქმედებით. საკმაოდ ბევრი სარგებლობდა ამ სერვისით, პირველ დღეებში დაახლოებით 15-დან 17,000-მდე ნომერი იყო დაჯავშნილი. და აქვს თუ არა ამ დაჯავშნას, აი დავშოთ მე თუ მოქალაქე ვარ და ვიხდი ამ ლარ ნახევარს დავჯავშნე ნომერი და ვიხდი რამდენი თვე აქვს მაქსიმალური? მაქსიმალური 2 თვეის ვადით შეგიძლიათ დაჯავშნოთ თქვენი სასურველი ნომერი. და 2 თვის შემდეგ უკვე ეს ავტომატურად გაუქმდება. გაუქმდება.
ასევე საინტერესო თემა City Park-თან დაკავშირებით. ჩვენ ერთ-ერთმა მსმენელმა Facebook-ის გვერდზე მოგწერა, რომ მას შეექმნა პრობლემა City Park-თან დაკავშირებით. როდესაც აიღო ახალი ნომერი, აღმოჩნდა, რომ City Park-მა გამოწერა ჯარიმა იმ ახალ ნომერზე, იქიდან გამომდინარე, რომ მას ჰქონდა ძველ ნომერზე აღებული City Park-ის პაკეტი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მომსახურების სააგენტო City Park-ს ყოველდღიურად ონლაინ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას შეცვლილი სანობრივი ნიშნების შესახებ, ასე რომ ამ მხრივ პრობლემას აღარ წარმოადგენს. თუმცა იყო პრობლემა, ბატონო მინდა. არ შეიძლება პირველ დღეებში იყო ამის პრობლემა, როდესაც თვითონ ეს სერვისი არ ქონდა განახლებული და მომსახურების სააგენტო მიაწოდა ინფორმაცია, ვინ რა ნომერი შეცვალა და რა ნომრით იქნა შეცვლილი. ამჟამად ონლაინ რეჟიმში ნამდვილად ვიცი, რომ ონლაინ რეჟიმში მიაწოდება ინფორმაცია City Park-ს განახლებული სანობრივი ნიშნების შესახებ. რაც შეეხება უკვე დაჯერიმებულ ადამიანებს, მათ ხო აღებული აქვთ რეალურად გადახდილი აქვთ ეს ყველაფერი City Park-თან უნდა გაარკვიონ, ამაში ეს ჩემი კომპეტენცია ხარ ვერ ჩავარდები სასწავლებლად. City Park-ში. რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში რეკლამა და რამდენიმე წუთში ვბრუნდებით. ჩვენ მზად ვართ პროფესიონალი იურისტების დახმარებით პასუხი გავცეთ თქვენს ყველა სამართლებრივ შეკითხვას. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების ცენტრის უფროსი იმედა მაკასარაშვილი. ბატონო იმედა, საკმაოდ საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ სანომრე ნიშნებთან დაკავშირებით, თუმცა არანაკლებ საინტერესოა თემა. სანომრე ნიშნები შეიცვალა, იმიტომ რომ ევროსტანდარტებს მიუახლოვდით, თუმცა დღემდე პრობლემად რჩება ეგრეთ წოდებული პრავის აღება, ანუ საგამოცდო მართვის მოწმობის აღება. აქ რა მდგომარეობა, საუბარი იყო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომ ის სტანდარტი, რომლითაც დღეს ხდება მართვის მოწმობის აღება, არ არის მისაღები, იმიტომ რომ უნდა ხდებოდეს ქალაქში გამოცდის ჩაბარება და ასე შემდეგ. მუშაობა მიმდინარეობდა რა ეტაპზეა და როდის უნდა ველოდოთ აი ამ გამოცდების გართულებას? სიახლეებთან დაკავშირებით ახლა ამ ეტაპზე მე ვერ გეტყვით და კონკრეტულად რომელი პროექტი რა ეტაპზეა. უბრალოდ მინდა განმარტო, რომ გამოცდა ნამდვილად არ მიმდინარეობს გაიოლებული ფორმით, როგორც ამას ხშირად მოსახლეობაში მოსილებს აზრი. ჩვეულებრივად გამოცდის ჩასაბარებლად აუცილებელია ცოდნა, თეორიული ცოდნა. შესაძლებელია პიროვნება ამ თეორიული გამოცდისთვის და არა მარტო თეორიული გამოცდისთვის, პრაქტიკული გამოცდას მოემზადოს თვითმომზადებით სახლში ექსტერნად. და თვითმომზადებით გაიაროს პრაქტიკული კურსიც, მოემზადოს, არ არის სავალდებულო ავტოსკოლაში გაიაროთ ეს კურსები და მოხვიდეთ და ჩააბაროთ გამოცდა. თუმცა შესაძლებელია მიაკითხოთ შესაბამისი ავტოსკოლებს, გაიაროთ იქ ავტოკურსები და წარმოადგინოთ შესაბამისი სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი და გაიაროთ გამოცდა. თეორიული გამოცდებზე საკმაოდ ისეთი კითხვებია, დამუშავებული კითხვები და შესაბამისად 30 საკითხია, რაც სტანდარტებში ხდება და ამ 30 საკითხიდან დასაშვებია მხოლოდ 3 შეცდომის დაშვების უფლება, რომ თეორიული გამოცდა წარმატებით ჩააბაროთ. რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდას, პრაქტიკული გამოცდა ამ ეტაპზე მიმდინარეობს დახურულ მოედანზე და დახურულ მოედანზე იქ გადაწყვეტილებას იღებს არა ვთქვათ მომსახურების სააგენტოს ინსპექტორი, არამედ კომპიუტერული სისტემა, სპეციალური კომპიუტერული სისტემა გვაქვს, სენსორებით არის აღჭურვილი ჩვენი საგამოცდო მანქანები. მოედანზე განლაგებულია შესაბამისი სადენები, რომლებიც იმპულსურ სიგნალს გამოსცემენ და ამას აღიქვავს მანქანაზე მიმაგრებული სენსორი და შესაბამისი ქულებით ხდება შეჯამება, თუ კანდიდატმა -40 ქულა დააგროვა, 40 ქულა ან მეტი ქულა დააგროვა, ამ შემთხვევაში მას გამოცდა წარმატებულად ჩაბარებლად არ ჩაეთვლება და სავალდებულო ეთიკური განმავლობაში გადააბაროს, ეთიკური შემდეგ გადააბაროს 40 ზემოთ უკვე ჩაბარებლად ითვლება? არა, -40 ქულა და ზემოთ. იქ ითვლება ჩაუბარებლად, ანუ ვერ ჩააბარო პიროვნება. -40 ქულაზე დაბლა, ან -39 ქულა და წარმატებულად ჩაბარებული გამოცდა. ანუ გამარტივდა შეიძლება ითქვას ჩაბარების სისტემა. არა, გამარტივებული, ნამდვილად არ არის გამარტივებული, უბრალოდ ერთი შეცდომის დაშვების უფლება. ადრე არ იყო ეს ერთი შეცდომის დაშვება. რა შეცდომას უშვებს? ესე ვთქვათ, ძალიან უხეშ შეცდომა არ უნდა იყოს, არ უნდა მოახდინოს ვთქვათ შეჯახება მოედნის კიდეებთან, რაც არ უნდა გადაკვეთოს საზღვრები
საზღვრები არ უნდა გაცდეს ელემენტს და რა ვიცი ძალიან ბევრი შემთხვევებია ძალიან გაცემთა კლუბთან დაკავშირებით და ძვრის სხვადასხვა ტიპის გამოცდა არსებობს. რამდენად შეიცვალა დაუშვათ ჩაბარების რაოდენობა ამ შემთხვევაში? სიახლე არის 1 იანვრიდან და ჩვენ შესაძლებლობა მიეცით მოსახლეობას რომ გამოცდა ჩააბაროს ავტომატურ გადაცემათა კლუბებსაც. ამას საკმაოდ ინტერესი გამოიწვია ხალხში და ადრეც არსებობდა ამის მოთხოვნა, ბევრი მოსაზრება იყო რომ ის არაპირებდა არასოდეს დამხდარიყო მექანიკურ გადაცემათა კოლოფიან მანქანაზე და სურდა რომ ჩაებარებინა გამოცდა მხოლოდ ავტომატურ გადაცემათა კოლოფიან მანქანაზე. ამ შემთხვევაში ჩვენ დავუშვით ავტომატურ გადაცემათა კოლოფზე გამოცდა მხოლოდ იმ პირობით რომ ის ვინც აიღებს ავტომატურ გადაცემათა კოლოფიან მანქანაზე და ჩააბაროს გამოცდას და ვინც აიღებს ამათ მოწყობას მას არ იქნება უფლება გავიდეს და ატაროს მექანიკურ გადაცემათა კოლოფიანი ავტომანქანა. რამდენი დიდია სტატისტიკა დაუშვათ აი ეს ავტომატურ გადაცემათა კოლოფი? განსხვავება დაახლოებით 60%-ია განსხვავება ჩაბარების. ანუ უფრო მეტია ეს ავტომატური. ხო, 3-4% მეტი აბარებს ავტომატურ გადაცემათა კოლოფიანი. წარმატებით აბარებს ესე ვთქვათ, აი თუ ვთქვათ 30% აბარებს მექანიკურ გადაცემათა კოლოფიანი მანქანაზე წარმატებით გამოცდას ახლა 33-34% აბარებს ავტომატურ გადაცემათა კოლოფიან მანქანაზე წარმატებით გამოცდას. აქვე მინდა გკითხოთ, აი ხშირად არსებობს ესეთი გავრცელებული მოსაზრება, რომ მამაკაცები უფრო კარგად აბარებენ პრაქტიკულ გამოცდას, ქალბატონები უფრო კარგად აბარებენ თეორიულ გამოცდას. სტატისტიკა კი ამას აჩვენებს, ანუ თეორიულ გამოცდაზე, აი პირველად გამოსვლელი ქალბატონები უფრო ადვილად, იოლად აბარებენ თეორიულ გამოცდას. რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდას, აქ პირიქით არის პირველად გამოსვლელი მამაკაცები უფრო ადვილად აბარებენ პრაქტიკულ გამოცდას. თუმცა ამ ბოლო პერიოდში შეინიშნება ქალბატონების ძალიან დიდი ინტერესი გამოცდის რომ ვაკვირდებით უფრო მეტი ქალბატონი გამოთქვას ინტერესს რომ ჩააბაროს და აიღოს ჩააბაროს განსა და აიღოს მათთვის მოწყობა და ავტომატურ გადაცემათა კოლოფიან მანქანებზეც დიდი ინტერესია ქალბატონების მხრიდან. სტატისტიკა ქალბატონები უფრო მეტი აბარებენ თუ მამაკაცები აი ავტომატურ. პრაქტიკულ გამოცდას ქალბატონები უფრო მეტი აბარებენ პრაქტიკულ გამოცდას ავტომატურ გადაცემათა კოლოფიან მანქანებზე. თუმცა მამაკაცებშიც საკმაოდ ინტერესი არის. ბატონო იმედა ერთ პერიოდი მე გეუბნებით 3-4 წლის წინ იყო ესეთი პრობლემა რომ იმ საგამოცდო ბილეთებში რომელიც იყო ხშირ შემთხვევაში იყო ტექნიკური შეცდომა დაშვებული და საგამოცდო ავტოსკოლებში ხშირ შემთხვევაში ეუბნებოდნენ რომ ეს არის სწორი, თუმცა იქ უნდა დააჭირო ამას, იმიტომ რომ არასწორად არის პროგრამაში. იყო ესეთი არ შემომედაოთ საკუთარ თავზე მომს გამოცდილი და აქედან გამომდინარე თუ გამოსწორდა ეს პრობლემა, ეს ხარვეზი რაც იყო წლების განმავლობაში. მოდი გაგიხსნით რა, ანუ ბევრმა ავტოსკოლამ რატომღაც ჩათვალა საჭიროება თვითონ გამოსა მომსახურების სააგენტოს ვერდან აიღო ინფორმაცია და გამოსა საასაულო სახელმძღვანელო და იმ პერიოდში, როდესაც დაუმუშავებელი ბილეთები იყო, სადაც ესიდო სააგენტოს ვებგვერდზე, ბევრი ბილეთი ხარვეზით გადმოიწერეს და შეიძლება თქვენ ამ შემთხვევას მოგნებით, ის რომელიც ხარვეზიანი იყო მოსახლეობის სააგენტოს გასწორებული იყო და ეს გამოცდაზე არც გამოტანილი და არც ყოფილა გამოტანილი, ნამდვილად ესე იყო. თუ აი 3-4 საკითხი შეიძლება ისეთი რომელიც ხარვეზი იყო მართლა და რაღაც ტექნიკური წონი ქონდა შეიძლება გაიპარა ამას ისიც აღმოფხვრილია და დღესდღეობით ბილეთებში დღესდღეობით კი დიდი ხანია ბილეთებში არანაირი შეცდომა არ დაფიქსირებულა არ ყოფილა და გასწორებული ეს ბილეთები ხოლმე ასე რომ პრობლემა არ არის შეიძლება კონკრეტულ ავტოსკოლის მასალების რაღაც მოსაზრება ქონდა, კონკრეტული შეხედულება ქონდა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არ არის პრობლემა. ტექნიკურად გამართულია მთლიანად ბაზა. კი, გამართულია ბაზა, პრობლემა არ არის, მუშაობს და ამაზე არანაირი პრობლემა არ გქონია. ბატონო იმედა, ასევე საინტერესოა ვადიან მართვის მოწმობებზე იყო საუბარი, თუ მიმდინარეობს ამ თემაზე ისე მუშაობა. ვადიანი მართლმოწმობები შემოღებულია 1 მარტიდან 2014 წლის 1 მარტიდან უკვე საქართველოში ყველა მართლმოწმობას თავისი და რა უნდა ვქნათ მერე ვადა რო ამოიწურება. ანუ პირველი კატეგორიის მართლმოწმობებზე A, B, A პირველი, B პირველი კატეგორიის მართლმოწმობებისაც აქვს ამ მათი მოქმედების ვადა განსაზღვრული არის გაცემიდან 15 წელი.
ხოლო უფრო მაღალი კატეგორიების მართლმსაჯულებზე, ვისაც აქვს მაგალითად C კატეგორია, C1 კატეგორია, D კატეგორია, D1 კატეგორია და E კატეგორიები, მათთვის მოქმედების ვადა განსაზღვრული არის 5 წელი. მართლმსაჯულის შესასვლელად სავალდებულო არის სააგენტოში წარმოდგენილი იქნეს ჯანმრთელობის ცნობა, ფორმა 400-ია, რომლის საფუძველზეც ხდება მართლმსაჯულის შეცვლა და გაიცემა ახალი მართლმსაჯულება შესაბამისი მოქმედების ვადით. ყველა კატეგორიას თავის გასწვრივ მე-12 გრაფაში, მართლმსაჯულის მე-12 გრაფაში უწერია მისი მოქმედების ვადა. და ამ ვადის ამოწურის შემდეგ პიროვნება ვალდებული არის მიაკითხოს მოსახურების სააგენტოს, წარმოადგინოს მასეთ გაცემული ჯანმრთელობის ცნობა, შეცვალოს მართლმსაჯულება და ახალ მართლმსაჯულებაში ისევ გაუგრძელდება ვადა იგივე შესაბამისი პირობებით, რა პირობებით განსაზღვრულია კანონმდებლობაში. დამატებით კიდევ გამოცდების ჩაბარება და რამის დამტკიცება მას რამე არ დაჭირდება ჩვეულებრივად, მხოლოდ გამოცვლის საშუალებით გრძელდება ვადა მართლმსაჯულებაში. რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან მიმართებაში, მე როგორც ვიცი, თქვენი სამსახური ამ შემთხვევაში აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ იყოს ერთიანი სისტემა შემოღებული და მოქმედდეს მათთვის ისეთივე პირობები, როგორც დავუშვათ იმ ადამიანისთვის, რომელსაც არ აქვს შეზღუდული შესაძლებლობები. დღეს როგორ ხდება მათი მხრიდან გამოცდის ჩაბარება და რა მიმართულებით მუშაობთ იმისთვის, რომ მათი უფლებებიც იყოს ისევე დაცული, როგორც დავუშვათ ჩვეულებრივი მოქალაქე. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების დაცვისათვის. მზადებულია როგორც პროექტი შინაგან საქმეების ჯანდაცვის ერთობლივი ბრძანებისა, სადაც იქნება განსაზღვრული ამ პირების მიერ ჩასაბარებელი გამოცდების შესახებ, როგორ უნდა ჩაბარდეს აწესით, უნდა მოხდეს მართლმსაჯულის გაცემა, ან გამოცდაზე დაშვება. და ამ მხრივ ახლაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. დღესაც შესაძლებელია მოვიდეს წარმოადგინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა მოსახურების სააგენტოში, იგი დაშვებული იქნება შესაბამისი კატეგორიის გამოცდაზე და აგრეთვე თუ პრაქტიკული გამოცდისთვის საკმარისი არ არის ჩვენს ხელთ არსებული სატრანსპორტო საშუალება, ანუ ისეთი ადაპტირებული არ არის, როგორც კონკრეტულ პირს ჭირდება. მას უფლება აქვს თვითონ წარმოადგინოს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მისთვის ადაპტირებული და ჩააბაროს გამოცდა ჩვენს საგამოცდო მოედანზე. თუმცა შევთანხმდეთ, რომ არათანაბარ პირობებში ვართ ამ შემთხვევაში მოქალაქეები ალბათ ამ მიმართულებითაც იქნება მუშაობა, რომ სრულად ადაპტირებული იყოს ავტომანქანა. სრულად ადაპტირებული აუცილებლად ამაზედაც მიდის მუშაობა, ესე ერთი და ორი დღის სამუშაო არ არის, საკმაოდ მოცულობითი სამუშაოა და აუცილებლად იქნება შეთავაზებული მოსახლეობისთვის იმ პირებისათვის ვინც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან, სრული კომფორტი მოსახურების სააგენტოს მხრიდან, რომ წარმატებით ჩააბარონ და მეტად კომფორტულად ჩააბარონ მართლმსაჯულის მისაღები გამოცდები. ბატონო იმედე, თქვენი თემა არ არის ეს უკვე, მაგრამ თუმცა თქვენი სამსახური მუშაობდა ამ შემთხვევაში აქტიურად ტექ დათვალიერებებთან დაკავშირებით. რა ინფორმაციას ფლობთ ამ დროისთვის? გასაგებია, რომ ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენცია გახდა ეს თემა, მაგრამ იგივე თქვენი სამსახურიც მუშაობდა ჩამონათვალზე, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა და ასე შემდეგ. რა სამწუხაროდ ეს ინფორმაცია მე არ გამოჩნია, ნამდვილად არ მაქვს ამის კომპეტენცია, ახლა კომენტარი გავაკეთო ამ საკითხზე და არ ვიცი რა სტადიაზეა ეს პროექტი, ან როგორ მუშაობს, ან ვინ ამუშავებს, ნამდვილად არ ვიცი, ჩემ კომპეტენციაში. თუმცა თქვენი სამსახური როცა მუშაობდა, საუბარი იყო ძალიან მინიმალურ სტანდარტებზე, რაც უნდა დაეკმაყოფილებინა ავტომანქანას საწყის ეტაპზე. კი, საწყის ეტაპზე, იქ როგორც ვიცი, თვითონ ასოციაციების ხელშეკრულებაშია განსაზღვრული, ევროდირექტივაშია განსაზღვრული გარდამავალი პერიოდი და საბოლოოდ 4 წელია განსაზღვრული იმისათვის, როგორც ჩემთვის ცნობილია, ახლა მე ზუსტად თავს ვედავდებ. ამ ევროდირექტივის შესაბამისად 4 წელია იმისათვის, რომ სრულყოფილად ჩამოყალიბდეს ეს საკითხი საქართველოში. ჩვენ დროს სამწუხაროდ იწურებათ, ბატონო იმედი, ბოლოს მინდა გკითხოთ, რამე სიახლე ხომ არ იგეგმება ავტომფლობელებისთვის, რომელიც დავუშვათ მათთვის საინტერესო იქნება ბოლოს, რომ გაგვიჟღეროთ რამე ინფორმაცია, რომელიც დაგვაინტერესებს ამ შემთხვევაში ავტომოყვარულებს, ავტომფლობელებს. რა ვიცი, მომსახურების სააგენტო ხშირად აკეთებს ხოლმე სიახლეებს, ხშირად თავაზობთ მოსახლეობას ახალ სიახლეებს. ამ ეტაპზე ესეთი დაგეგმილი ან ისეთი რაიმე პროექტი
რომელიც განხორციელდება ჯერჯერობით არ არის, მაგრამ როგორც კი იქნება, აუცილებლად შეგატყობინებთ. თანამშრომელთა რესურსი სანომრე ნიშნებზე არის მიმართული ამ ეტაპზე შექმნილი ფორს-მაჟორული მდგომარეობიდან გამომდინარე. თუმცა ეს სიტუაცია უკვე დარეგულირებულია, რიგები აღარ არის და ნებისმიერ სურვილს შეუძლია თანამოქმედეს და აიღოს მისი სასურველი ნომერი. პრობლემა არ არის. უღრმესი მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. მსმენელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების ცენტრის უფროსი იმედა მაკასარიშვილი. წარმატებებს გისურვებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივუახლოვდეთ ევროსტანდარტებს ყველა მიმართულებით იმისთვის, რომ უფრო მეტი ნაკლები ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდეს ქვეყანაში. დიდი მადლობა, რომ მონაწილეობდით გადაცემაში. ჩვენ დავბრუნდებით მომავალ ოთხშაბათს პირდაპირ ეთერში. თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ, რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა.